ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ ერთი მფლობელი ყავს მთავრობა. არც ერთი მათგანი არის განსაკუთრებული, რომ თქვა, რომ რაღაც სამყაროში გუგუნებს რომელიღაც უნივერსიტეტის სახელი. ტექნიკური უნივერსიტეტი საერთოდ ცნობილია იმით, რომ უმეტესწილად ჯარში რო არ წავიდნენ ადამიანები იქ აბარებენ, დისერტაცია რო უნდა ქართული ოცნების დეპუტატს იყიდოს და კარგად გამოჩნდეს, იყიდულობს დისერტაციას და შემდეგ. ამით არის ცნობილი ეს უნივერსიტეტი. ჩვენი პრობლემა არის ზოგადად ქვეყანაში უნივერსიტეტი არ გვაქვს. დიახ. იმიტომ რომ უნივერსიტეტი ეს არის რაღაც ლექციები და ცოდნის გადაცემა, ეს ღირებულებების გადაცემა. და თუ გახსენდებათ პროტესტები რო იყო, იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ჩართული, მაგრამ უნივერსიტეტები გაფიცვაზე გავიდნენ. ანუ ეს ბავშვები ასეთი უნივერსიტეტი ამას არ გააკეთეს, იმიტომ რომ პირიქით პროფესორები უნდა ელაპარაკობოდნენ სტუდენტებს, მართან ერთად არჩენენ, თუ საჭირო ერთად დადიოდნენ მიტინგებზე, რომ ჯერ ლექციებზე უნდა დადიოდნენ. და აი ჩვენ ეს ღირებულებითი ნაწილი არ გვაქვს უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ მათ შორის სახელმწიფო ჩარევის მეშვეობით პოლიტიკა გვაქვს მოკლული. აქ კი შეიძლება პოლიტიკურად ანგაჟირებული ლექცია ჩაატრო. არა და მაგალითად ეკონომიკის ფაკულტეტზე, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე ხო არ შეიძლება არ დაინახო რა ხდება ქვეყანაში. პირიქით, ყოველდღიურ პოლიტიკაზე უნდა ელაპარაკებოდეს სტუდენტებს, ეს აკრძალული გვაქვს. სკოლაში პოლიტიკა აკრძალული გვაქვს. ადამიანის სკოლას ავტორეს 18 წლის არის, ხმა უნდა მისცეს და პოლიტიკაზე არაფერი არ იცის. და ამიტომ აი ეს რაც მართლა უნივერსიტეტი უნდა იყოს ქვეყანაში, რაც ქვია უნივერსიტეტი, ტრადიცია როგორ მოდის, ის მოდი არც ერთი არ გვაქვს. არც ერთი უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებს ამ პირობებს და ისაც შემოგჭა საბჭოთა კავშირიდან ან მერე შეიქმნა, რომელიც ზოგი უკეთესია უარესია სხვა კრიტერიუმით. მაგრამ აი ხა რო თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის არარსებობა რაღაცა შესწვის ამ ქვეყანაში, ან უარესობის უკეთესობისგან, მე ამაზე თავს ვერ აღიქვam. არაფერს დიდად არ შეიცვლება. იმიტომ რომ ზოგადად უნდა შეხვდეთ პრობლემას. აი უნივერსიტეტების პრობლემაა ქვეყანაში. ეს პრობლემა იმიტომ არის, რომ სახელმწიფო არეგულირებს ყველაფერს და აკონტროლებს. პროფესორი ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, როც რა და როგორ ასწავლოს და პროფესორის უფლება არ აქვს. ქულები დაწერის უფლება არ აქვს, მთავრობა ადგენს რა და როგორ ქულები უნდა დაუწესოს სტუდენტებს. სრული ტოტალური კონტროლი გვაქვს აწყობილი მთავრობის განათლებაზე, რომ შემთხვევით რეფორმის ფარგლებში ხოდა აი სანამ მათ შეეხება, სანამ ბიუროკრატი განათლების სამინისტროში ეუბნება პროფესორს როგორ დაწეროს სილაბუსი, სანამ აი ეს სისულელი არ შეიცვლება, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ამდენ უნივერსიტეტი იქნება 11 ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს. რა ხდებოდა ტექნიკურ ისეთი რის გამოც უნდა თავი შევიწროხო, უბრალოდ ეს არ მოხდა. არის რაღაც განსაკუთრებული. აქ ზოგადად ქვეყანაში კატასტროფა ხდება განათლების სისტემაში და მთელი თაობები გვაქვს დაკარგული ფაქტორებით, რომ უნივერსიტეტში წესიად ვერ ისწავლე რაღაც აი ცალკეული პროფესორი ცალკეული ფაკულტეტი შეიძლება უკეთესი უარესი სხვა სულ, მაგრამ რომ მთლიანობაში რომ შეხედო ამ ყველაფერს განათლების სისტემა სრული დეგრადაცია მოხდა ბოლო წლების მანძილზე და ამიტომ რა ვიცი როგორ გითხრათ, ამაზე ვიფიქროთ, ამაზე თუ დაფიქრეთ, მე ტექნიკური უნივერსიტეტი არაფერს შუაში არის და ზოგადად სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთოდ არ უნდა არსებობდეს.